17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. მსგავსი სახის განცხადებები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ სრულ ნარატივების საფუძველი ხდება. თბილისიდან ევროპელ დიპლომატებს შემხედრი კითხვაც დაუსვეს, როგორ რეაგირებენ თავად ისინი საკუთარ ქვეყნებში მსგავსი შემთხვევებისას. პასუხ გაუცემლადაც ქართული ოცნების ლიდერებს ის ევროპული პრაქტიკა მოჰყავთ, რომელიც სამართალდამცველებზე თავდასხმასა და სხვა დანაშაულებზე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გუშინ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ისინი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ, დაკავებულების გათავისუფლებას, კანონების გაუქმებასა და ყველა მხარესთან დიალოგს მოითხოვენ. რატი მეტრევალი გვამბობს, როგორ უპასუხა მიმართვას ადრესატმა. 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება იმავე სტანდარტულ შინაარსს ატარებს, რომელიც ქართულმა მხარემ აქამდეც ბევრჯერ მოისმინა. უკვე კარგად ნაცნობი ევრობიუროკრატიული ტონით განცხადების ავტორები პატიმრების გათავისუფლებას და კანონების გაუქმებას მოითხოვენ. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან. ევრობიუროკრატების შეშფოთება იმაზე, რაც დასავლურ სამყაროში მძიმე დანაშაულად ითვლება საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ორმაგი სტანდარტით საქართველოზე თავდასხმა ქართულ საზოგადოებაში თავად ევროკავშირის რეპუტაციას ლახავს. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს ვიღაცა თავის ტოლად და დარად ართulis და დაბალღობად გთulis. ან ჩვენ პოლიციელებს უნდა ციხლები ურტყან, ჩვენ პოლიციელებს უნდა ქვები ესოლონ, მოლოტოვის კოქტეილები უნდა ესოლონ და ეს არის როგორც ჩანს მათი გადმოსახედიდან ნორმალური. და ეს არის ზუსტად რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმედგაცრუებას ჩვენი მოსახლეობის, ამას აჩვენებს შემდეგ გამოკითხვები, როდესაც დობა ევროკავშირის მიმართ ეცემა. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ასე ვთქვათ დაავა და ამ სცენით ბრიუსელი და გარემოცვა დედაქალაქებისა ზოგიერთის, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორც არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადების შეფასებისას საქართველოს პირველი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის გზავნილები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებას ემსახურება. მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ. ეს წერილი ერთგვარად გადაფარავს იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას, ასე ვთქვათ, საფრთხე არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, თუ კი რა თქმა უნდა ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ კი მათთვის არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. კანონი ეხება ყველას, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე. ამის შესახებ სახელმწიფო პარტია კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ვენის კონვენციის დარღვევასა და შერჩევით სამართალზე საუბრობენ. ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში რომ მსგავსი ამბები ხდება, როგორი რეაგირება აქვს სახელმწიფოს, თხოვენ თუ არა პასუხს. შესაბამისად, როდესაც ნებისმიერი ადამიანი ხელს აღმართავს პოლიციაზე, ხელს აღმართავს სახელმწიფოზე, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის გადაწვაზე ორიენტირებული იქნება და სახელმწიფოს ძალადობრივი გზით ჩამოშლაზე იქნება ორიენტირებული, მას ბუნებრივია სახელმწიფო მოსთხოვს პასუხდეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს უცხო მათთვის და სამწუხაროა, რომ ელემენტარული ამ საკანონმდებლო ნორმების შეხსენება გვიხდება მათთვის ამ ადამიანებისთვის და ვიმეორებ ისინი არაერთხელ წარმოჩინენ ჩვენი ხალხის წინაშე, როგორც ვენის კონვენციის უხეშად დარღვევა. გარეშეტევისა და ორმაგი სტანდარტის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე პოზიცია აქვს. საქართველო როგორც სუვერენული სახელმწიფო ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. საქართველოს საქმეებში ჩარევის მცდელობები და მუქარაკი უშედეგოა.